მოგესალმებით მეგობრებო, დღეს 26 მარტია და განვიხილავთ ახლო აღმოსავლეთში ბოლო 2 დღის მანძილზე მომხდარ მოვლენებს. სანამდე განხილვას დავიწყებდეთ, ტრადიციულად მინდა შეგახსენოთ, ვისაც გსურთ ჩემს Telegram არხში გაწევრიანება, შეგიძლიათ QR კოდით სკანირება გაუკეთოთ ეკრანზე აი ამ QR კოდს და თქვენი ტელეფონიდან და მოხდებით პირდაპირ Telegram არხზე. ანდა ჩემი თითქმის ყოველი ვიდეობლოგის ქვემოთ, ამ ვიდეობლოგის ქვემოთაც არის მითითებული ლინკი, რომლის საშუალებითაც თქვენ პირდაპირ შეგიძლიათ შემოგზავნოთ Telegram-ის არხზე, ასე რომ მე მგონი სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს. მანამდე კი კიდევ ერთ რამეს შეგახსენებთ, ვისაც გაქვთ სურვილი რამენაირად ხარი დამიჭიროთ, ბევრი მხარდამჭერი რომ წერთ, ჩემი თხოვნა იქნება, თუ თქვენ გსურთ ჩემი მხარდაჭერა, მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და გაუზიარეთ თქვენს ახლობლებს, რათა მეტმა გაიგოს სიმართლე, ეს ხელს შეუწყობს გავრცელებას, იქნება მოახერხოთ და მეტი და მეტი ადამიანი გამოაფხიზლოთ ამ საშინელი პროპაგანდიდან, რომელი პროპაგანდის ქვეშაც ჩვენი ქვეყანა იმყოფება ამდენი ხანი არის. მოკლედ ეს 2 დღე განსაკუთრებით იმით იქნა გამორჩეული, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ თურმე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ირანთან, წარმატებულად, ასე შემდეგ, რამაც ხელი შეუწყო ნავთობის ფასის დაწევას, შემდეგ ირანის ხარის განცხადება იყო, რომ ისინი არანაირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ, ისევე აიწია ფასი. ფაქტი არის ერთი ის, რომ 2 დღის განმავლობაში ამერიკელების მხრიდან, ხაზს უსვამ ამერიკელების მხრიდან იქნა, ესე იგი, მაქსიმალურად შემცირებული იერიშები ირანის მიმართებაში, თუმცა ირანის მხარეს არ შეუმცირებია იერიშები ახლო მიმდინარე მიზნებთან და განსაკუთრებით ცუდ დღეში ჩავარდა ამ მხრივ ისრაელი, რომლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, რომლის ასე რომ ვთქვათ, მთელი ენერგოინფრასტრუქტურა იქნა დაბომბილი ირანის მიერ და შეიქმნა ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა, რომელმა პრობლემამაც თანდათან იჩინა თავი, რადგან გინდა არ გინდა, როდესაც იბომბება ხან თბოელექტროსადგურები, ხან ატომური ელექტროსადგურები და ესე შემდეგ, ეს ყველაფერი აისახება ენერგომომარაგებაზე, ეს არის ისრაელის ელექტროსადგური, რომელიც დღეს იქნა დაბომბილი და სერიოზული პრობლემა შეექმნა ისრაელის ყველა მიმართულებით. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არის ახლო აღმოსავლეთი, სადაც ელექტროენერგიას სასიცოცხლოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც არათუ ქარხნების და რამის მუშაობისთვის, ზოგადად ადამიანის ცხოვრებისთვის და სასმელი წყლის გადამუშავებისთვის, გამოუვალი მდგომარეობაში ჩავარდება რეგიონი, ეს არ არის საქართველო, სადაც 26,000 მდინარეა და ჩვეულებრივად 99% წყალი მდინარიდან ისმება. მინდა გითხრათ, რომ კუვეითში, კატარში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთში და ემირატებში ერთი მდინარე არ არსებობს. აქედან გამომდინარე ელექტროენერგიას ძალიან სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ისევე როგორც ისრაელისთვის მდინარე იორდანიას, ერთი მდინარე არის იქაც და მოკლედ ამან შეიძლება ძალიან ეპიდემიური აფეთქებაც კი გამოიწვიოს რეგიონისთვის. მანამდე კი ეს ამბები, როდესაც ვრცელდებოდა შეერთებული შტატების მიმართვები, პასუხი იქნა ირანის მხრიდან გაცემული და პასუხი იქნა ძალიან ხისტი და ძალიან მკაცრი პასუხი იქნა გაცემული, რაც ნამდვილად არ ესიამოვნებოდათ ვაშინგტონში. განაცხადეს ირანელებმა, რომ
ამერიკელების შემოთავაზებული მოთხოვნები, რასაც ისინი უყენებენ ირანულ მხარეს, არ შეესაბამება ბრძოლის ველზე მიმდინარე მოვლენებს, რეალობას. ამიტომ ეს არის ფანტაზიები თვითონ შეერთებული შტატების და არა ბრძოლის ველზე მომხდარი რეალობა, ამიტომ ისინი მათ შემოთავაზებულ 15 პუნქტს არანაირად რეალობას არ ასახავს და არც აპირებენ ამ თემის განხილვას, ამიტომ ირანს გააჩნია თავისი მოთხოვნები, თუ კი რეალურად უნდა ომის დასრულება შეერთებულ შტატებს და თუ მათ ცალმხრივად გადაწყვეტეს, რომ ცეცხლის შეეწყვეტათ, ეს მათი საქმე არის, ირანი მაშინ შეწყვეტს ცეცხლს, როდესაც ის ჩათვლის საჭიროდ და მტრულ მიზნებს გაანადგურებს შეერთებული შტატების სახით ალბათ და ბაზების სახით რეგიონში, ამიტომ თუ მათ აინტერესებთ ირანული მხრის პასუხი ამ ყველაფერთან დაკავშირებით არსებობს ძირითადი 5 პუნქტი, რომელიც 5 პუნქტიც უნდა განიხილონ. ეს პუნქტები არის პირველი პუნქტი სრულად შეწყვეტა აგრესიის და მკვლელობის, რომელიც განხორციელდა ისრაელის და შეერთებული შტატების მხრიდან. კონკრეტული გარანტიები, რომ ომი არ იქნება გაგრძელებული ირანის მიმართულებით, ეს რაც იმას ნიშნავს, რომ სამხედრო შეიარაღებული ტექნიკა ეს ყველაფერი იქნას რეგიონიდან გაყვანილი. შემდეგ გარანტირებული და ზუსტი განსაზღვრებით გადახდილი სამხედრო რეპარაციები ირანის მიმართ, რომელი ეს რა ქვია ზარალიც იქნა ირანს მიყენებული ამ ხნის მანძილზე, ასევე აბსოლუტურად ყველა მიმართულებით იერიშების შეწყვეტა, ეს იქნება იემენი, ეს იქნება ერაყი, ეს იქნება ლიბანი, ეს იქნება სირია, ამ ტერიტორიებზე არსებული ირანული დაჯგუფებების, რომელსაც ირანის პროქსის ეძახიან და საერთაშორისო აღიარება და გარანტია ირანის ხელისუფლების და ირანის მიერ ორმუზის სრუტის კონტროლთან დაკავშირებით. ეს არის ირანული პასუხი, რომელიც არანაირად არ იქნება სასიამოვნო მოსასმენი ამერიკელებისთვის, თუმცა ეს არის მათი მხარე. ვინმეს მოწონს თუ არ მოწონს, ეს ცალკე საკითხია. დღეს მაგალითად სრულიად შემთხვევით ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, წამოწდა თუ გააჟონა ამ ინფორმაციამ, რომ ირანს ამ ომის მანძილზე ჯერჯერობით ნახევარიც კი არ გამოუყენებიაო თავისი რაკეტებისო, რომელიც გააჩნიაო და ახლა ეს უკვე თუ კი ამას ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი ამბობს, მაშინ სხვასაც ექნება ეს ინფორმაცია რაღაცნაირად. და ესეთი პასუხი არის რა ირანელებიდან, რომ სხვადასხვა დიპლომატიური არხებიდან მოწოდებული ინფორმაციები მოგვივიდა ჩვენ, რომ ამერიკას უნდა გასაუბრება. ეს არის უბრალოდ ამბიციები შეერთებული შტატების და არანაირ რეალობას არ ასახავს ბრძოლის ველზე, ასე რომ შეწყვიტონ ეს ყველაფერი თუ უნდათ დაითანხმონ ამ ჩვენ შემოთავაზებას და იმ შემოთავაზებაში არის კიდევ ერთი მთავარი მომენტი, რომელი მთავარი მომენტიც ესეთ რაღაცას ამბობს, სამუდამოდ საუბრის შეწყვეტა ირანის ბირთვულ პროგრამასა და სარაკეტო პროგრამებთან დაკავშირებით. ეს არის ირანული პასუხი ამ მოვლენებთან დაკავშირებით. ნახოთ რა რეაქცია და რა რეაგირება ექნებათ ამ ამბებთან დაკავშირებით იმას რა ქვია ისრაელს და ეპშტეინის კოალიციას. ჩემი აზრით საქმე იმაში არის, რომ ეპშტეინის კოალიციას არ ეყო ძალა, ამ ინფორმაციას აქვეყნებს
აქვეყნებენ ეს არ არის ვიღაცის სადღაც დაწერილი თვითონ ისრაელის ოფიციალური რუსულენოვანი განმომცემლობა იზვესტია ის და ასე და ასე სხვადასხვა ავტორიტეტული სააგენტოები. ნუ ამ მომენტისთვის რეალობა ასეთი არის, მაგრამ საინტერესო რამეები ხდება პარალელურად შეერთებული შტატების მიმართულებით ალბათ ბევრისთვის ეს შეუმჩნეველი არის დარჩენილი, თუმცა ვინც ჩვენ არხს ადევნებს თვალყურს მისთვის ცნობილია, შეერთებულ შტატებში გამოაცხადეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით 20 აპრილიდან 2026 წლის შეერთებულ შტატებში სამხედრო სავალდებულო გაწვევის ასაკი იქნება გაზრდილი 30 წლიდან 42 წლამდე. მეტი და მეტი რეზერვისტი იქნება საჭირო, საიმისოთ, რომ ალბათ დიდ ომს, რასაც გეგმავენ შეიძლება მომავალში, ამისთვის საკანონმდებლო ბაზა გქონდეთ. ეს შემთხვევითი მოვლენა არ არის. იქნა 10 წლით გაზრდილი სავალდებულო გაწვევის ჯარში სავალდებულო გაწვევის ასაკი ომის შემთხვევაში, მობილიზაციის შემთხვევაში, ამიტომ ეს საკანონმდებლო ბაზა უკვე შეერთებულ შტატებში მოგვარებული არის. ბევრი ამბობს იმას, რომ ეს ეგრეთ წოდებული ბოდუები და ბალამუტობა ტრამპის 5 დღიან ამბავთან დაკავშირებით მათ ჭირდებათ იმისთვის, რომ რეგიონში იქნას უბრალოდ მიყვანილი საზღვაო ქვეითების ნაწილები. ნუ ეს 1000-ჯერ გვისაუბრია ამ ყველაფერთან დაკავშირებით. სისულელი არის დესანტირება, სკოტ რიტერმა პირდაპირ ეთერში გალანძღა და ლინსი გრემს შეურაცხყოფა მიაყენა, რომ რა იცი საერთოდ შედებილო ომთან დაკავშირებით, ეს არის თვითმკვლელობა, იქ დესანტურის განხორციელება, ამიტომ მოისაზრება თეორია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ჯარები იმისთვის ჭირდებათ ამერიკელებს, რომ ირანმა არ დაიწყოს სახმელეთო ოპერაცია, რომელიც სერიოზულად იგეგმება. ამას გაჩვენებთ მე თქვენ რო დავასრულებ აი ამ ფორმატით საუბარს თქვენთან რუკაზე, მეორე ნაწილში რუკით გვექნება საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და მიაქციეთ ყურადღება. თუ როგორ და რანაირად ეს ცალკე საკითხია და ალბათ დიდი ალბათობით სახმელეთო ოპერაციის შიშიდან გამომდინარე საზღვაო ქვეითების გადასროლა ამიტომ არის და არანაირი შემტევით ოპერაციაზე აქ საუბარი არ შეიძლება იყოს. ნუ ნორმალურ აზროვნებაში ეს ყველაფერი არ ჯდება. ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაჰრეინში, სადაც შიიტური მოსახლეობა წინააღმდეგი არის, ეს დღეები არის ამაზე წერდი, ვისაც აინტერესებდა ჩემ გვერდზე, რომ ბაჰრეინში ჯერ კიდე 2 კვირის წინ დაიწყო ანტისახელისუფლებო გამოსვლები, იქაც მონარქია არის და ისინი ითხოვდნენ ხელისუფლებისგან სამხედრო ბაზების გაყვანას და ირანთან დაპირისპირების შეჩერებას და საერთოდ სამთავრობო ცვლილებებსაც ითხოვდნენ, ამიტომ გახდა ცნობილი, რომ საუდის არაბეთმა თხოვა, საუდის არაბეთის პროტექტორატია მესამე ქვეყანას და ეს მესამე ქვეყანა არის იორდანია 5000 მილიციის, ანუ სახალხო რაზმის გაგზავნა, ჯარის და რამის არა, უბრალოდ რომ იქ იქნას დაცული დინასტია, რომელი დინასტიაც წარმოადგენს სამეფო ოჯახს და აქედან გამომდინარე მოხდეს ყველაფერი. ნუ ახლა პარალელურად ვრცელდება ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია, მაგალითად გავრცელდა ინფორმაცია და ვიდეო კადრებიც ირანში, რომ ირანელებმა ჩამოაგდეს დღეს კიდევ ერთი F-18-ის ტიპის ამერიკული თვითმფრინავი, ეს ვიდეო კადრები გავრცელებული არის სხვადასხვა რაკურსით, რომ აიჭვი არ იქნას შეტანილი. მე უბრალოდ რაც ვრცელდება გაჩვენებთ იმას, არ ვიცი, ზოგმა შეიძლება მონტაჟი ითქვას, ზოგმა ის, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ასევე გუშინ წინ იქნა კიდევ ერთი F-15 ჩამოგდებული კუვეიტის საჰაერო სივრცეში.
არ აქვს ისეთი იოლი გასეირნება, როგორი იოლი გასეირნებები ზოგადად ახასიათებდათ. არ აქვს ამერიკელებს კარგად საქმე. აი დაუწყებული და ჩართულიყო, როგორც იქნა მიაღწია ამ ავიამზიდვა ორს საქართველოს და სადაც როგორც ვრცელდება ინფორმაცია პენტაგონიდან საგამოძიებლო ჯგუფი ჩავა, რომელიც საგამოძიებლო ჯგუფით შეისწავლის ხანძრის გაჩენის მიზეზებს, რომელი ხანძარიც ზოგიერთი ბოროტი ხმების გავრცელებიდან გამომდინარე თვითონ მეზღვაურებმა გააჩინეს, რომ შეერაღებული კონფლიქტისთვის აერიდებიათ თავი და 200-მდე მეზღვაური იქნა მოწამლული. აქედან გამომდინარე, ესეც ერთი საბრძოლო ერთეული საერთოდ ისე რომ არაფერ შუაში არ არის ირანი თვითონ ამერიკელებს გამოაკლდათ ბაზიდან. ასევე საინტერესო მომენტი არის გუშინ წინ აი მორი დღის მანძილზე ბაღდადში ბაზირებულმა ნატოს ხაზს უსვამ ნატოს საავიაციო და არა მარტო საავიაციო მელეთზე განთავსებული ბაზები, რომლებიც ეგრეთ წოდებულ მწვანე ზონაში, უსაფრთხო ზონაში ბაღდადში იყვნენ განთავსებულები, მათ მოითხოვეს კორიდორის გაკეთება, რომ ისინი გავიდნენ ერაყიდან და ზოგი ამბობს იორდანიაში, ზოგიერთი ინფორმაციით თურქეთში, უფრო სავარაუდო არის თურქეთი. და ვრცელდება ამის შესახებ ვიდეო კადრები, რომ ამ ბაზებმა დაცლა დაიწყო, ადგილობრივმა შიიტმა მებრძოლებმა 5 დღე მისცეს იმისთვის, რომ დაცლილიყო ბაზა. და დღეს სხვათა შორის დღეს გავრცელდა ასევე ვიდეო კადრები აი ამ დილით იქნა გავრცელებული ვიდეო კადრები ამ ბაზის ანა ვიქტორია, რომელიც დისლოცირებული არის ბაღდადის ამის არხზე აქ ცენზურა არ გვაძლევს საშუალებას, რომ იქნას კარგად ეს ყველაფერი გაშუქებული. იქიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს არხის ბლოკირება, ვერიდებით მსგავსი ინფორმაციების გამოქვეყნებას. არავინ არ იცის ახლა პარალელურად რა იქნება, როგორ იქნება, ასევე გავრცელდა კიდევ ეს კადრები, სანამდე ბლოგს ჩავწერდი, სადაც ნაჩვენები არის ამერიკელების მიერ ირანის ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიში, თავმხრივად ცეცხლი ქონდათ შეწყვეტილი ვითომ და ანუ ზუსტად არავინ არაფერი არ იცის ხვალდაზე რა იქნება. იმდენად სწრაფად იცვლება ყველაფერი, საუბარი არის იმის შესახებ, რომ თურქეთის და პაკისტანის მეშვეობით შეიძლება შედგეს რაღაც მოლაპარაკებები მხარეებს შორის. დანარჩენს დაველოდოთ, ნახოთ გავრცელებული ინფორმაციების თანახმად არის იმის შესახებაც, რომ შეიძლება საბრძოლო მოქმედებები აპრილის დასაწყისში 9 აპრილამდე დასრულდეს. ეს არ არის ვიღაცის, ესე რომ ვთქვათ, კეთილი ნებიდან გამომდინარე ეს ყველაფერი, გამომდინარე არის ეს იქიდან, რომ თავის დროზე, როდესაც ომს იწყებდა ეს კოლექტიური ეპშტეინების კოალიცია, მაგ დროს თვითონ ამერიკელმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მაქსიმუმ 4-5 კვირის ომის მარაგი გააჩნდა ამერიკის შეიარაღებულ ძალებს რეგიონში და თუ კი ირანი 4-5 კვირა შეძლებდა წინააღმდეგობის გაწევას, ეს ოპერაცია ჩავარდებოდა. ფაქტია, რომ არათუ წინააღმდეგობის გაწევას ახერხებს ირანი, ახერხებს პირიქით უფრო ზარალის და ზიანის მიტანას შეერთებული შტატებისთვის, ასე რომ
ესეც აბსოლუტურად ლოგიკაში ჯდება, 4-5 კვირა გადის და 4-5 კვირის მანძილზე დგება ესეთი შედეგი, რომ ირანში იგივე ხელისუფლება არის, ირანს არ შეუწყვეტია მუშაობა არც ბირთვულ პროგრამაზე და არც არაკეტო პროგრამაზე, აი იქეთ მიაყენა ასეთი ზარალი. ეხლა გადავიდეთ რუკაზე და დანარჩენ ინფორმაციას რუკაზე გაჩვენებთ. რაც შეეხება უშუალოდ რუკაზე რომ მიმოვიხილოთ ეს ყველაფერი, მოდი დავიწყოთ ყველაფერი იქედან, რომ ერაყი, სადაც დისლოცირებული არის არა მარტო შეერთებული შტატების, არამედ მთლიანად ნატოს შენაერთები, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ ითხოვეს კორიდორის გაკეთება, რათა მათი შეიარაღებული ძალები იქნას გაყვანილი ორი მიმართულება სახელდება ან თურქეთის მიმართულებით, ან იორდანიის მიმართულებით. უფრო სავარაუდოდ თურქეთის მიმართულებით, რადგან თურქეთის მიმართულებაზე მათ უფრო უსაფრთხო პირობები ექნებათ, კორიდორიც უფრო უსაფრთხო იქნება და აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი უფრო სავარაუდო არის. რაც შეეხება თუ როგორ ვითარდებოდა ამ მიმართულებით მოვლენები, როგორც გახდა ცნობილი, ჯერ ითხოვეს 24 საათიანი ცეცხლის შეწყვეტა ერაყში აჯანყებულ შიიტ მებრძოლებთან, რომლებიც პროირანულ ძალას წარმოადგენენ, მათაც უთხრეს, რომ ისინი თანახმა არიან, რომ უახლოესი 5 დღის მანძილზე ნატოს შეიარაღებულმა ძალებმა დატოვონ ერაყის ტერიტორია და გამოჩნდა ინფორმაცია უკვე, სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა დაიწყო თავისი პერსონალის გაყვანა, ვრცელდებოდა დღისით, ღამით. ნატოს ჯარების გადაადგილების ვიდეო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზა ვიქტორია, რომელიც განთავსებული იყო ბაღდადში, იქნება დაცლილი და ამერიკული და ნატოს ჯარები, აქ გავრცელებული ინფორმაცია 24 საათში ბაზის ცეცხლის შეწყვეტის ამბავთან დაკავშირებით, ეს კიდევ პასუხი. 5 დღის განმავლობაში არც ერთი ნატოელი ჯარისკაცი არ დასჭერს ამ ტერიტორიაზე და ესეც მტკიცებულება, ფაქტობრივი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები დატოვებენ და ნატო დატოვებს ერაყს. ახლა კი გადავინაცვლოთ სხვა მიმართულებაზე. ავიადარტყმები გრძელდება, იმიტომ რომ ეს ტერიტორია გადაქცეული არის ირანის მომხრე და შეერთებული შტატების მოწინააღმდეგე შეიარაღებული შიიტი დაჯგუფებების, ასე რომ ვთქვათ, თავშესაყარ ადგილად. ეს კუვეიტი არის, სადაც გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთი F-15-ის დანაკარგის შესახებ, ამერიკული F-15-ის დანაკარგის შესახებ. მოკლედ, დიდი ამბები არის, ორმუზის სრუტე, რომელიც ამ დღეების მანძილზე ირანი ნელ-ნელა იმხრობს თავის ქვეყნებს, სპარსეთის ყურის ქვეყნებს სათავისოდ. რა თქმა უნდა, პარალელურად იერიშები ირანზეც ხორციელდებოდა. არ არის ისე, რომ მარტო ცალმხრივი იყო, მაგრამ იმდენად გადაჭარბებულად ავრცელებენ ირანთან დაკავშირებით ინფორმაციებს, მოკლედ გარიდებული ვარ სიმართლე გითხრათ, კიდე დამატებით რამეზე. ასე გაგრძელდა მეორე დღესაც პრაქტიკულად ინტენსივობა მეტნაკლებად
მოკლებული იყო, თუმცა უფრო შემცირებული იყო შეერთებული შტატების აქტიურობა. ისრაელის აქტიურობა არ იყო შემცირებული, ასევე არც ირანის აქტიურობა ისრაელის მიმართულებით გაგრძელდა ისევ ბირთვული ობიექტების დაბომბვა 24 მარტს, ეს რომელიც დიმონში სადაც არის განთავსებული, ასევე თვითონ ისრაელის ცენტრში თელ-ავივი არაერთხელ გახდა დაბომბვის სამიზნე, ასევე ჩრდილოეთის მიმართულებაზე, სადაც ჰესბოლასა და უშუალოდ სათვალთვალო კამერებიდან გადაღებული მოვლენებია. ჰესბოლასთან მიმდინარე ომები 24-ში შედარებით ინტენსივობა იყო დაბალი, როგორც გითხარით, რადგან შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადეს, რომ ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ირანთან. სპარსეთის ყურეში გააქტიურდა ორმუზის სრუტეში რამოდენიმე ხომალდი. შეგიძლიათ ნახოთ ეს განთავსებული ხომალდები, რომლებიც დგანან და ელოდებიან მშვიდობიანობის პერიოდს იმისთვის, რომ შეძლონ ორმუზის სრუტეში შეღწევა, ან იქედან გამოსვლა. ვრცელდებოდა ინფორმაციები ასევე, რომ საუდის არაბეთი და გაერთიანებული ემირატები შეიძლება ჩართულიყო კოალიციურ ომში, თუმცა ჯერჯერობით ეს ყველაფერი განცხადებების იქეთ არაფერი არ მოუტანიათ ამ ყველაფერს. საუდის არაბეთი დაზარალდა, თუმცა ყველაზე ნაკლებად დაზარალებულია, როგორც გითხარით, იმ ქვეყნებთან შედარებით, რომელი ქვეყნებიც არიან რეგიონში. აქ არის ერთი ძალიან საინტერესო მომენტი და სიმართლე გითხრათ, საშიში მომენტიც. საინტერესო და საშიში მომენტიც, რადგან მოისაზრება თეორია იმის შესახებ, ეს უკვე დღევანდელი დღე არის 25, ბუშერაზე განხორციელებული იერიშები ატომური რეაქტორის ირგვლივ, სოციალურ ქსელში იქნა მხოლოდ და მხოლოდ გავრცელებული ინფორმაცია, რომ არაფერი არ დაზიანებულა. საერთაშორისო ატომურმა სააგენტომ კიდე მოუწოდა, რომ თავი შეიკანონ მხარეებმა, მეტი არაფერი განცხადებები არ გაკეთებულა. და აი ახლა მინდა ერთი ძალიან საინტერესო თეორია, სამხედრო თეორია გააგანდოთ, რომელზეც თავიდანვე იყო საუბარი. კაცრავად ერთი წუთით. გავრცელდა თეორია იმის შესახებ, რომ დესანტირების შემთხვევაში თუ კი ამ კუნძულებზე იქნება ეს არის კუნძული ხარკი, რომელიც არის ადრეც გეუბნებოდით, ირანელების ენერგეტიკული ერთ-ერთი ძირითადი არტერია და საიდანაც ხდება ეს ყველაფერი, გავრცელდა თეორია იმის შესახებ, რაზეც იყო საუბარი, რომ აი ეს კუნძულები, ორმუზის სრუტის კუნძულები, რომელზეც შეიძლება შეერთებულმა შტატებმა განახორციელონ იერიში, დესანტურა და აი ეს ამ კუნძულების დაკავებას შეეცადონ. ასეთ შემთხვევაში უფრო ბევრად რეალური და საინტერესო მოსაზრება იქნა გავრცელებული და ამას ახლა გაგაცნოთ. მოისაზრება თეორია იმის შესახებ, რომ ირანი
უკვე ამ შემთხვევაში ირანი დაიწყებს სახმელეთო ოპერაციას თვითონ სპარსეთის ყურეში და უკვე ქვეით დონეზე მოახდენს შეჭრას აი ამ ქვეყნებში, სადაც არის განთავსებული შეერთებული შტატების ბაზები, რათა აი ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მიწაზე იქნას აღმოფხრილი და მაშინ აი ესეთ შემთხვევაში როგორ მოიქცევა, ანუ საიდან დაიწყება ეს ყველაფერი, ძალიან მარტივად სავარაუდო არის, რომ მაშინ ოპერაციას ირანი დაიწყებს აი მოკლე ყელით. ეს არის ირან-ერაყის საზღვარი, აი აქვე არის კუვეიტი, კუვეიტში კიდე დისლოცირებული არის ამერიკული 92 საჰაერო სადესანტო დივიზია, ну ამას გარდა კიდევ აქ არის, რა თქმა უნდა, ბაზირებული შეერთებული შტატების ბაზები და თუ კი ირანი დაიწყებს ხმელეთზე ოპერაციის ჩატარებას, ასეთ შემთხვევაში ის გამოიყენებს უახლოეს საზღვარს და რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში სახმელეთო ოპერაცია არის უკვე შემდეგშიც მოსალოდნელი, ეს მიმართულებები იქნება ბაჰრეინი, სადაც იორდანია აპირებს 5000 პოლიციელის გაგზავნას, რომ რეჟიმი იქნას შენარჩუნებული, უпростоრად იორდანიას თხოვეს საუდის არაბეთმა, კატარი, რომელიც აი ეს პატარა ქვეყანა არის და აი ესეთ შემთხვევაში ემირატებიც არ დარჩებიან. თუმცა ეს უკვე იქნება გლობალური ომი. აი ამ გლობალურ ომში მაშინ მართლა მოხდება ჩარევა ქვეყნების. თუმცა კუვეითთან მიმართებაში ყველაზე მარტივად საფიქრებელი არის, რადგან ირანს ერაყში არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვდება და აი ამ მიმართულებაზე ირანი მარტივად მოახერხებს კუვეიტის და რაც შეეხება აი ამ ომანის და აი ამ ტერიტორიებს, აქ ირანს შეუძლია ჩვეულებრივი საზღვაო სადესანტო პატარა ხომალდებითაც მოახდინოს დესანტირება. თუმცა ეს თეორიაში მოისაზრება, მაგრამ ძალიან საინტერესო არის და სავარაუდოდ ირანს ამ ოპერაციის განხორციელებაში არაფერი შეუშლის ხელს, მინიმუმ კუვეიტამდე უკვე მიწაზე დაუპირისპირდნენ უშუალოდ ირანელი და ამერიკელი სამხედროები. გამომდინარე იქედან, რომ ქვეითი ძალა ირანს ბევრად ძლიერი ყავს და ბევრად მეტი ყავს რეგიონში, საჰაერო მიმართულებას კი როგორც ხედავთ, ვერც ისე წარმატებით ვერ იყენებენ ამერიკელები, როგორც სხვა ომებში, აქ უკვე რამდენი თვითმფრინავზე არის, დანაკარგზე არის საუბარი. ჩვეულებრივად არის მოსალოდნელი, რომ სახმელეთო ოპერაცია თუ კი ჰაერიდან უსაფრთხოება ექნებათ ირანმა დაიწყოს ამ რეგიონში. თუმცა ნახოთ ყველაფერი წინ არის და როგორ იქნება და რანაირად განხორციელდება სამხედრო ოპერაციები რეგიონში, დრო გვიჩვენებს. ფაქტია, რომ ირანელები ამბობენ, რომ ის რაც ხდება ამ მომენტისთვის რეგიონში ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენები არ ასახავს იმ რეალობას, რომელ რეალობასაც ამერიკელები ითხოვენ თავიანთი პირობებით ოპერაციის დასრულებისთვის. მოკლედ, აი ეს იყო რუკაზე განხილული საკითხები. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. კარგად ბრძანდებოდეთ.